ქალაქში, რომელსაც ორი ქვეყნის, ესტონეთისა და ლატვიის საზღვარი შუაზე ყოფს, დაახლოებით 20,000 ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქს ესტონელები ვალგას, ლატვიელები კი ვალკას უწოდებენ. როდესაც ორივე ქვეყანა შენგენის ზონას შეუერთდა, ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ამ ეგრეთ წოდებული ტყუპი ქალაქის ორივე მხარე უფრო დაუახლოვდებოდა ერთმანეთს. მაგრამ დღესაც კი თითქმის 20 წლის შემდეგ უხილავი ზღვარი არ გამქრალა. თუ ერთმანეთს არ დაველაპარაკებით, ჩვენი ქალაქი ვერ განვითარდება. არადა ეს ძალიან გვჭირდება. ამიტომ, როდესაც ახალი პროექტის შემოგთავაზეს, მე დავთანხმდი. ეს ხალხი ერთ ქუჩაზე ცხოვრობს ერთმანეთის მოპირდაპირ მხარეს, მაგრამ ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან. პროექტი სახელწოდებით გადალახეს ზღვარი, იმიტომ შეიქმნა, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. პროექტმა, რომელსაც ევროკავშირის ფარგლებში მოქმედი ესტონეთ-ლატვიის საერთო პროგრამა უჭერს მხარს, ერთმანეთთან დაახლოვა ესტონელი და ლატვიელი სკოლის მოწაფეები. მოწაფეები გაერთიანების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ძალიან გვანან ერთმანეთს, რომ ძალიან ბევრი საერთო აქვთ. თანაც ყველას აქვს რაღაც მოსაზრება, თუ როგორ განავითარონ საკუთარი ქალაქი. ამ მოსაზრებებს შორის არის მოწაფეების გაცვლა, ასევე საერთო ახალგაზრდული ცენტრებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა. ამ პროექტის ბიუჯეტი სულ რაღაც 84,000 ევროა, რომლის უმეტეს ნაწილსაც ევროპის რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. ცნობილია, რომ პერიფერიული ქალაქებიდან ძალიან დიდია მოსახლეობის გადინება და საზღვარს ამ პრობლემის პრევენციის მიზნით შეუძლია დიდი როლი შეასრულოს, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა პირდაპირი კულტურული კავშირების დასამყარებლად. ვალგაც და ვალკაც მოსახლეობისგან იცლება, დაბერების მაჩვენებელი კი ეზრდებათ. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რათა ახალგაზრდებს რაღაც ისეთი განსაკუთრებული შევთავაზოთ, რომ არსად აღარ წავიდნენ. საზღვარი ძალიან კარგი შესაძლებლობაა კონკურენტუნარიანობის მომატების თვალსაზრისით, რადგან ეს მართლაც უნიკალური ადგილია. Possibility with the other towns because this is really unique place. ვალგის მახლობლად მდებარე ტყეში მიმალულად დგას ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზა, რომელიც დასავლეთზე დამიზნებული ბირთვული რაკეტების განსათავსებლად აშენდა. ახლა კი აქ მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც სასაზღვრო პროექტის მონაწილე სტუდენტებმა მოაწყვეს. ესტონელი და ლატვიელი ახალგაზრდები ერთმანეთთან დავაკავშირეთ, რათა ერთად მოიფიქრონ გამოსავალი თუ როგორ გააუმჯობესონ ცხოვრება ტყუპ ქალაქ ვალგა-ვალკაში. ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად იციან პრობლემების არსი, ამიტომ დროა მათი აზრიც მოვისმინოთ. ჩემი აზრით ცვლილებების დროა, რადგან მართალია ორი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ ქალაქი ერთი გვაქვს და ერთმანეთი უკეთ უნდა გავიცნოთ. ორი ქვეყნის ახალგაზრდები ერთად შესანიშნავ დროს ატარებენ. ალბათ ეს ყველაზე კარგად ადასტურებს, თუ რას ემსახურება აღნიშნული პროექტი.